ნიკა მელია, ელენე ხოშტარია არიან ჩვენი სტუმრები, მოგესალმებით. მოგესალმებით, მადლობა პირიქით თქვენ. ორი თვით ადრე. ელენე, მოდი შენგან დავიწყებ. ლეშენკოთი მინდა შენთან საუბარი დავიწყო, რაც არ უნდა მე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ვესაუბრებოდი ახლა მე. თუნდაც ამ რანგში მომავალი საკრებულოს თავმჯდომარე. თქვენ რას ფიქრობთ, არის ეს იმ სერიიდან, რაც მე მოვყევი, ეს არის გავრილოვი, პოზნერი, ლეშენკო. რას ამბობს ეს თქვენთვის? ხო, ეს არ არის შორს არც საკრებულოს თავმჯდომარეობიდან და არც ამ არჩევნებიდან და არც ხელისუფლების ცვლილების მიზეზებისგან არის შორს. სწორედ ეს არის საფუძველი იმ მობილიზების და მაქსიმუმის ჩადების აუცილებლობის, რომ ჩვენ მართლაც ვიქეცით ქვეყანად, სადაც აი ნოვაია გაზეტა პუტინის კრიტიკული მედია ვერ შემოდის, გარდა ამისა აი EMC-ს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემები და მეც ყოფილვარ ჩართული, რომ პუტინის კრიტიკოსებს ძალიან ხშირად აქ ექსტრადირება ემუქრებათ, ანუ პრაქტიკულად ამ ქვეყანაში პუტინის რეჟიმის მტრებისთვის არ არის არანაირი კომფორტი, პირიქით საფრთხეებია და ამის ფონზე ლეშენკო მართლა კრემლის, კარგად თქვით, პირდაპირ პუტინის მომღერალი და რაც მთავარია ჩვენი კანონმდებლობის დამღვევი ჩვენ დეპუტატებთან ერთად და ღარიბაშვილის ახლო გარემოცვაში გადასარევად გრძნობთ თავს. საერთოდ არ ჭირდება საოკუპაციო კანონის დარღვევა, შენ უბრალოდ ყველა თავმოყარე ქვეყანა და საკუთარი უსაფრთხოების ბასვინცემს პატივს იქნება ეს ბალტიის ქვეყნები თუ უკრაინა, უბრალოდ არ უშვებენ და შენ ტერიტორია, საერთოდ სუვერენიტეტი რას ნიშნავს, სახელმწიფო რას ნიშნავს? ეს ხო ტერიტორია არ არის, უბრალოდ ტერიტორია, სადაც შენ გადაადგილდები, ან ბიძინა ივანიშვილი სადაც იწყობს თავის კომფორტს. სახელმწიფო არის ის, შენ გაქვს სუვერენიტეტი, ანუ შენ საზღვარზე შენ აკონტროლებ ვინ შემოვიდეს და იცავს თუ არა ის შენი ქვეყნის სახელმწიფოს წესებს და კანონებს. ლევ ლეშენკო გაცხადებულად არ იცავს ჩვენი სახელმწიფოს წესებს და კანონებს, მას გაცხადებულად დარღვეული აქვს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ის მღეროდა აფხაზეთში, სიმღერაზეც არ არის, ის იყო, ამის კადრები არსებობს და ჩვენი სამინისტრო თუ რაც სასაზღვრო თუ რამიშობა სახელმწიფო იმას კი არ ამბობს, რომ რას ქვია შენ იქ ნამყოფი ხარ, აგერ არის კადრები და სადმალავ აბა შენ პასპორტში ამას და აბა კარგად ბრძანდებოდე. დეპუტატები ხვდებიან და კარგ დროს ატარებენ. ეს უსაფრთხოების არ არსებობის გარდა უთავმოყარები მართლა მაინტერესებს ახალგაზრდა ადამიანი რო ხარ, თანამედროვე სახელმწიფოში რო ცხოვრობ, ევროპაში რო გიყვარს შოპინგიც და კაი ცხოვრებაც. აი ლევ ლეშენკოსთან ერთად დროს რო ატარებ, უბრალოდ ცირცხვილი როგორ არ კლავს მე არ ვიცი ამ ხალხს. კი ბატონო. ნიკა, იგივე კითხვა მაქვს თქვენთვის, მისი სტუმრობა არ არის ერთი რუსი მომღერლის სტუმრობა, თორემ გავატარებდით და არ მოგაცდენდით ამაზე საუბრით, მაგრამ სიმპტომატურია 20 ივნისზე გედავებოდნენ, აგერ ამბავი მოაწყვეს, სხვა შორის 5 ივლისზე არავინ არ არის ძალადობის ორგანიზებით დაკავებული. ჩემი სტუმარი იყო ერთ-ერთი არ მახსოვს ვინ ეს აღნიშნა, რომ მელიას ჯგუფურ ძალადობას ედავებოდნენ და 5 ივლისზე ჯგუფური ძალადობის მოხდის საქმე არსად არ არის აღძრულიო, მაგრამ აი ლეშენკოს ვიზიტი და ის რომ დეპუტატები მას სტუმრობდნენ მედიის ინფორმაციით, მას პინძლობდნენ მედიის ინფორმაციით, თქვენთვის რას ამბობს და აი მომავალ მერს ექნება თუ არა თქვენ რომ გაიმარჯვოთ ამ არჩევნებში, ამაზე რეაქცია. რა თქმა უნდა, ბოლოდან დავიწყებ, წარმოუდგენელია, იყო არჩეული მერი დედაქალაქის და თვალყოს ადევნებდი იმ პროცესებს, რომელსაც ახლა ვადევნებთ, ჩვენ თვალყოს ვიდრე ვსაუბრობთ და ამაზე არ კონდეს რეაქცია, მით უმეტეს სწორი რეაგირება, რეაქცია, პოზიცია, მით უმეტეს, როდესაც ხარ პოლიტიკური თანამდებობის პირი, ეხლა ამაზე საუბარი ზედმეტია. მოვალეობა არის ნებისმიერი ქართველი მოქალაქისა და პატრიოტისა მით უფრო. როგორც მინიმუმ, რომ ვთქვათ, რას არ აკეთებს ხელისუფლება, რას აკეთებს, ამას თავი დავანებოთ. ეხლა რუსული ძირგამომთხელი პოლიტიკის შესაძლებლად არაფერს არ აკეთებს. მიზანმიმართული გაწერილი რუსული ძირგამომთხელი პოლიტიკა ხორციელდება და ამის საწინააღმდეგოდ ხელისუფლებას არ აკეთებს. თუ იმეს გონია ხა ჩვენს მაყურებელთა შორის თუ შემორჩა რომელიმე ბატონი გავრილოვის, პოზნერის, ლეშენკოს, ხალხი შეებაგი ბატონი არ ვიცი ვინაკური ან სხვები ჩამოვიდნენ, ეს უბრალოდ არის შემთხვევითობები, ნუ ძალიან ცდებიან. ეს არის დაგეგმილი
დაგეგმილი პოლიტიკის განხორციელების მცდელობები, რომელიც სამწუხაროდ ხორციელდება და ამას ხელს უწყობს ჩვენი ხელისუფლება. რბილად რო ვთქვათ, ხელს უწყობს. რა მნიშვნელობა აქვს ხელს უწყობს შენ თუ აორგანიზებ, თუ ხელს არ უშლი, თანაბრად დამნაშავე ხარ, როცა ხელისუფლებაში ხარ და როცა იცი რომ შენი სახელმწიფო არის ოკუპირებული და მასპინძლობ საზეიმოდ იმ ადამიანებს, ვინც ერთი, მეორე და მესამე შემთხვევაში არიან დეკლარირებულად სახელმწიფოებრიობის მტრები, საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრები და საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაერთიანების მტრები. არ არის აუცილებელი იყო საქართველოს სახელმწიფოს მტერი და მაინდა-მაინც ისროლო ტყვია, ხო? როდესაც შენი პოზიცია, როდესაც ხარ ცნობილი ადამიანი, როდესაც მომღერალი ხარ, როდესაც რეჟისორი ხარ, როდესაც შეიძლება ცნობილი არქიტექტორი იყო და ხარს არ უჭერ საქართველოს დამოუკიდებლობას და ამას პირიქით ეწინააღმდეგები, ხარ მტერი ამ ქვეყნის და არის ასეთი ბატონი ლეშენკო, ისეთივე როგორც იყო ბატონი პოზნერი. ამიტომ ეხლა მე არაფერი პიროვნული მიუხედავად ბევრი არასასიამოვნო ასე თქვა ინციდენტების, რამდენიმე ბატონ ოდიშარიასთან არ მაქვს ადამიანურად, მაგრამ მართლაც არ მესმის, ოდესაც ერთი თაობის წარმომადგენლები ვართ, თითქოს ორივეს გვიყვარს ეს ქვეყანა, თითქოს ორივე ცემთ პატივს საქართველოს დამოუკიდებლობას და მასპინძლობ ადამიანს, ვინც იცი რომ არ აღიარებს შენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. ეს ადამიანი მარტო ცალკე აღებული გამონაკლისო წარმოადგენდეს, კიდევ ალბათ 7 ძილის შესაძლებლობა უნდა ქონოდა საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ ასეთი ხალხით არის გაჯერებული ჩვენი წენა არ მაქვს ოდიშარიას მისავალი ხელისუფლება. არ მაქვს პირიქით. ისეთ რატომ გეკითხებით? აი თქვენ მერობის პრეტენზია გაქვთ, ელენე არის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, გირჩი ვიცემერი. აი ამ პოზიციებზე ადამიანებს როცა არჩევდით, რა იყო თქვენი გამაერთიანებელი? ოცნების დამარცხება და მერე რა ხდება? თუ აი რა გამოძრავებთ ამ ადამიანებს? ამორჩეულს ხშირად არ ესმის, თქვენ რომ გაიმარჯვოთ, აი ამის მერე რა ხდება? ბევრი ადამიანი იმ სტრუქტურებში, სადაც თქვენ აპირებთ რომ მოხვიდეთ, არის შესაძლოა თქვენი მოწინააღმდეგე, აი მათ რა ეშველებათ? აი პირადი წყენებია, პარტიული მხარდაჭერებია. მაინტერესებს თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესს გამარჯვების შემთხვევაში? სწორედ ამ კითხვებსაც პასუხი გაეცა იმ მოდელით, რომლის ფარგლებში ჩვენ წავზექით საზოგადოების წინაშე ამ თვალსაზრისით უპრეცედენტო მოდელი შევთავაზეთ. მოდელი, რომელიც კოალიციურ დემოკრატიულ მმართველობას გულისხმობს, მსგავსი რამ, უბრალოდ მე არ მახსენდება 2012 წლის შემდეგ არ ყოფილა განსაკუთრებით თვითმმართველობის დონეზე, არასოდეს არ ყოფილა, როდესაც ოპოზიციის ძირითადი ნაწილი აღმოჩნდა იმ სიმაღლეზე, როდესაც მოახერხა და თქვა, რომ ერთხელ სამუდამოდ ერთპარტიული მმართველობა დედაქალაქისა უნდა დასრულდეს და ვფიქრობ, აი ეს მოდელი, რომელთაც ჩვენ ახლა შევედით საარჩევნო კამპანიაში, იქნება მაგალითი სხვა ქალაქებისთვის და სხვა რეგიონებშიც ანალოგიური მოხდება, დიდწილად ყოველ შემთხვევაში ესეთი გზაყოფნა გვაქვს. ეს თქვენ სხვა ქალაქებშიც ფიქრობთ? და დიახაც, რა თქმა უნდა, ძირითადად სადაც მოხერხდება მსგავსი მოდელის გადატანა, იქნება ეს ქუთაისი, ბათუმი თუ ზუგდიდი, აუცილებლად განხორციელდება, რომ ჩვენ ელენეც მეც და ბევრი ჩვენი კოლეგა ვთვლით და გვჯერა, რაც თავარია გვწამს, შინაგანად, აი თქვენი ტელეფონით დაწუნებულები ვართ, რომ მომავალი ქართული სახელმწიფოს განვითარება გადის კოალიციურ მმართველობაზე, კოალიციურ დემოკრატიულ მმართველობაზე და იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ დაგვხვდებიან საკრებულოში დასაქმებულებს გულისხმობ და მერის სხვა სამსახურებში დასაქმებულებს, უნდა ჰქონდეთ ნამდვილად 7 ძილი კვლავ გავიმეორებ და არ უნდა ჰქონდეთ იმისი განცდა, რომ ეხლა მოვა ერთი ცალკე აღებული ან ორი პარტიის წარმომადგენელი და მე გამათავისუფლოს და მოიყოს საკუთარი პარტიის წარმომადგენლებს. ესეც არის ყველაზე დიდი პეწი, მე ვიტყოდი ამ მოდელის, იმიტომ რომ ჩვენ ბალანს ვაყალიბებთ საკრებულოსა და მერიას შორის, რაც არ არსებობს ახლაც და არ არსებობდა წინა ხელისუფლების დროსაც. კარგი შენიშვნაა, კი ბატონო. არც ერთი ხელისუფლების დროს არ არსებობს. კი ბატონო, და ამას თავისი ახსნაც აქვს და უნიკალური შანსი გვაქვს უფასო მაყურებლობო, ახლა ოპოზიციიდან არასოდეს დედაქალაქი არ მოუგია ოპოზიციას არც მერის დონეზე და ну ეხა საკრებულოს თუ არ ჩავთვით, უბრალოდ ეხა შევარდნაძის დროს სხვა ვითარება იყო რეალურად ჩამოშლილი იყო
სახელმწიფო და არ შემდგარი იყო, ეხლა გვაქვს შანსი, რომ ის რაც დეკლარირების დონეზე თითქოს ყველას უნდა, ყველას, გაიგე, ლეიბორისტული პარტიის ხარდაჭერით დაწყებული, არ ვიცი, ქართული ოცნების ხარდაჭერთან ნაწილით გაგრძელებული და ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლობით დამთავრებული, ხო? უნდა რომ იყოს მრავალფეროვანი წარმომადგენლობა სხვადასხვა სახელმწიფო შტოებში, იქნება აღმასრულებელი, იქნება ასე ვთქვათ საკანონმდებლო თუ თუნდაც თვითმმართველობის დონეზე. აი ხლა გვაქვს ამის შესაძლებლობა. ამ შესაძლებლობას ხელიდან არ უნდა უშვებდეს არავინ. იმიტომ ხვალ და ზეგ, ბატონო? რატომ უშვებენ რიგი პარტიებისა, რომლებიც გეუბნებიან რომ ეს სხვა სტრატეგიას? მე არ ვფიქრობ, რომ ისინი შანსს უშვებდნენ, მე ჯერა რომ ნაწილი მათგანი ამ გზას, რომელზეც ჩვენ შევდექით, გააძლიერებენ და შემოგვიერთდებიან სიტყვის გამოყენება ამ სულს, იმიტომ რომ აქ არავის არ უერთდება. ჩვენ ერთადერთი გამოსავალი დავინახეთ, ანუ მძიმე მდგომარეობიდან გამოსასვლელი, რომ გავერთიანდეთ, ხშირ შემთხვევაში შეიძლება მოვრიგდეთ და არა შევრიგდეთ, ამ ქვეყნის საკეთით გავდით, იმიტომ დადგა დრო ამ კარს ღიას ნიკა, აი შევრიგდეთ, მოვრიგდეთ, რაც გინდა დაარქვით. ისე მიზანი რა არის? ჩვენ მიზნიდან ამოვდივართ, დამჯერად. გამარცხოთ ოცნება. ეს ერთი არ არის ეს მთავარი მიზანი. ყველაზე მთავარი იწყება მას შემდეგ, რომ ამ ქვეყანაში რეალურად ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით დაწყებული, გაგრძელებული ეკონომიკური აღმასვლით და კიდევ უფრო გაგრძელებული საინვესტიციო კლიმატი და ასე შემდეგ სასამართლო დამოუკიდებელი და ბევრი ის მანკიერება, რომელიც ახლა პროცესია სამწუხაროდ შეჩერდეს და ვინ შეაჩერებს ამას, ოლიგარქიული რეჟიმი ვერ აჩერებს ამას, ხედავთ პირიქით ირგებს საბანს სათავისოდ, ხო? ყველა ოპოზიციური პარტია ცალ-ცალკე აღებული საუბრობს ერთი და იგივეს, რომ ოლიგარქია არის ამ სახელმწიფოებრიობის მტერი. მაშინ რაშია საქმე ოპოზიციაში, რატომ ვერ უნდა გამოინახოს საერთო ენა ამ ჯოჯოხეთური რეჟიმის წინააღმდეგ, ხო? მე ვფიქრობ, ჩვენ დიდმა ნაწილმა უკვე გამოვნახეთ საერთო ენა, კონკრეტული მოდელი შევთავაზეთ, დავიწყეთ კამპანია და ნაწილი ჩვენი კოლეგებისა ამ ბრძოლაში ჩაერთვებიან და თუკი ვინმე ინფორმით, რა ფორმითაც ჩვენ ჩავედით, მე და ელენე, ზურა ჯაფარიძე. ანუ მაინც ამ გაერთიანებას შემოუერთდებიან? ასე ხედავთ? ეს არის ყველაზე სწორი. ყველაზე სწორი. ნაწილი მათგანი ვინც საუბრობს, რომ ჩვენ არ უერთდებით, მინდა საზოგადოებისათვის ცხადი გახდეს. სტრატეგია აღმაშენებელია. უბრალოდ კანდიდატსაც არ აყენებენ, ანუ არ ყავთ კანდიდატი თბილისის მერობის კანდიდატი მაქვს ხედველობაში. და მე ვფიქრობ, რომ ეს ირიბი ხარდაჭერა არის ისედაც, იმიტომ რომ არ ამგონია ხა გიორგი ვაშაძე, როდესაც კანდიდატს არ აყენებს და თბილისში მისი ამორჩევლის ხმა წავიდეს ქართული ოცნების ლელო რა შვება თქვენი ინფორმაცია? მაგრამ იმის თქმა, რა თქმა უნდა, მე მესიამოვნებოდა გიორგი ვაშაძისგანაც კი, რა თქმა უნდა, რომ ეთქვა, ჩვენ ხარს უჭერთ ელენე ხოშტარიას, ნიკა მელიას და ამ ფართო გაერთიანებას და უკეთეს შემთხვევაში უბრალოდ ჩვენთან ერთად იქნებოდა. მაგრამ რახან მან ეს გადაწყვიტა პატივცემ მის გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ლელოს თავად გააკეთებენ განცხადებას უახლოეს დღეებში დარწმუნებული ვარ. მაინც კარგია მათთვისაც? თავად მაგრამ მაინც არ ელით, ასეთი განსხვავება. მე დიდ პატივს ელენეც ძალიან დიდ პატივს ვცემ, გამორჩეულ დიდ პატივს ვცემ ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძეს, ძალიან ბევრ ახალგაზრდა ლიდერს ლელოსი. მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენ ვიყოთ ბრძოლის ერთ მორევში ჩართულები, იმიტომ რომ მომავალი მე ვფიქრობ, ჩვენ არ გვაპატიებს ახლა ძირითადი საკითხების გარშემო ასე სხვადასხვა. უბრალოდ არ გვაპატიებს და შეცდომის დაშვება შეიძლება თითოეულ ჩვენგან ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდის ხარჯზე დაგვიждდეს. კი ბატონო, სანამ მივალთ დეტალებამდე თქვენ რაც გეგმავთ, მაინც მნიშვნელოვანია როგორ გაერთიანებად ყალიბდებით თქვენ, ანუ რა ტიპის ამომრჩეველი დაგიჭერთ მხარს, რამდენი ამომრჩეველი დაგიჭერთ მხარს, ხომ? ეს დამოკიდებულია იმაზე, ვინ იქნებით ერთად. აი, მაგალითად, სტრატეგია აღმაშენებელი ფიქრობს უპირიქით, რომ ის მარტო პარტიული სიით რადგან არის ბრძოლა ამ არჩევნებში, თქვენგან დამოუკიდებელი არჩევანის შეთავაზებით მეტ ხმას მიიღებს ოპოზიციის ყულაბაში. ნიკამ შეცდომა ახსენა, ეს ფიქრობს, რომ ცდება სტრატეგია აღმაშენებელი. თქვენ როგორ გონიათ? ხო, ანუ ნიკამ სწორი თქვა, მიზნიდან უნდა ამოვიდეთ, ხო და რას ვთავაზობთ? ხო, პირველ რიგში თქვენ რაც იკითხეთ, ეს მოდელი არის მნიშვნელოვანი როგორც ქართული ოცნების წასვლისთვის.
ასევე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მე რას ვთავაზობ საზოგადოებას. კი ბატონო, ეს იყო ჩემი მეორე კითხვა. მარტო იმაზე საუბარი, რომ ოცნება არის ცუდი, არ არის საკმარისი და არ არის სწორი, რომ შენ ამ მომრჩეველს უბრალოდ პოლიტიკური პარაზიტივით ესაუბრო, რომ ნახე ის ცუდია და ნუ მე ცოტა უკეთესი. პერსპექტივა უნდა დაინახონ იმ ბევრი პრობლემის ფონზე, რაც არის. პლუს არ დაგვაუწყდეს, რომ მართლა ღირებულებითი ბრძოლა მიდის, იმიტომ რომ რაც მოხდა, ანუ გარდა ლეშენკოსი, ხო, რა ხდება, ევროპის დროშა იწვება ამ ქვეყანაში. ის ხალხი, ვინც ამას წავს, არ ისჯება. პოლიცია ხელს უწყობს ადამიანების ცემას ქუჩაში, ჟურნალისტების ცემას. ეს ჟურნალისტების ცემა მორგოში ამ რაც გააკეთო, ამას აგრძელებს მე ღარიბაშვილი და წულუკიანი, ხო? ანუ ეს ხაზი არის ძალიან კაფიო ხაზი, ხო? ლეშენკოს ხაზი, რომ დავარქვათ, არის პირდაპირ დუგინი გადასცემს რუსთაველიდან პირდაპირ. კი ბატონო. და ეს ხალხი არის, ამიტომ ეს არის ღირებულებითი ბრძოლა ზოგადად საით მივდივართ. ეხლა რა უნდა შესთავაზო ამ ხალხს? როდესაც ბატონი ვაშაძე ან სხვები ამბობენ, რომ ჩვენ სხვა უნდა შევთავაზოთ, ჩვენ საკრებულოში ყველა ცალცალკესიით გავდივართ. ჩვენი გაერთიანება არ არის შერწყმა. არავითარ შემთხვევაში არ არის შერწყმა, იმიტომ რომ ეს იქნებოდა ჯერ ერთი მოტყუება საზოგადოების და მეორე სამომავლოდ იქნებოდა საშიში, იმიტომ რომ ჩვენ ერთი ძალაუფლებაში არ გვჭირდება, გვინახავს. ყველა კარგი მართლობის პირობებშიც კი მონოლითურმა ძალაუფლებამ გააფუჭა ამ ქვეყანაში საქმე და ბევრი შეცდომა დაუშვა. ამიტომ პრინციპულად ჩვენ არ ვერწყმებით ერთმანეთს, ურთიერთ კონტროლის პრინციპს ვთავაზობთ ერთმანეთს, მათ შორის საკრებულო რატო ხო და თქვა მეერობის კანდიდატი. ეს ხო პატარა მოდელია, იმიტომ რომ ეს არჩევნები არ არის მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობა. კი ბატონო. სამომავლო პერსპექტივის არჩევნებია, ჩვენ თავაზობთ, რომ მე მაქვს ჩემი პლატფორმა, მე ჩემი სიით გავდივარ, ევროპული საქართველოს საკუთარი სიით გადის, გირჩი საკუთარი სიით გადის, ყველას აქვს არჩევანი, რომ ის გამაირჩიოს, ის გუნდი აირჩიოს, რომლისაც უფრო ჯერა ვაშაძესაც ექნება საშუალება, რომ თავის სიით გავიდეს, უბრალოდ ვიძახით, რომ გამარჯვებისთვის და მე სამომავლო წესრიგისთვის, რაც ხალხს სჭირდება, აი ამ მერობის კანდიდატზე თანხმდებით და ეს გუნდი თანხმდება, რომ ელენე ხოშტარია მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი პროცენტით გავა, ის იქნება საკრებულოს ანუ ჩვენ შეგვიძლია წესრიგით შემოგთავაზოთ და მაგალითად ნაციონალური მოძრაობა ამბობს, რომ მე კი ვარ ყველაზე დიდი პარტია, მაგრამ მე მარტო ვერ უგებ ქართულ ოცნებას. და გარდა იმისა, რომ ვერ უგებ, მე არც მინდა, აღარ მინდა მარტო მართლობაში მოსვლა. ეს უსერიოზულესი განაცხადი არის, ეს არის სერიოზული გაკვეთილი, რომელიც უნდა გამოიტანოს ყველა პარტიამ, როდესაც ჩვენ შევძელით ჩვენი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან უბრალოდ გამოვიდეთ და შევთავაზოთ ის, რაც ჭირდება ხალხს. ამიტომ ამ კონფიგურაციაში ჩვენ არავის არ ვეძახით შემოერთებისთვის. ამ კონფიგურაციაში ყველას აქვს არჩევანი, რომ საკუთარი პარტია აირჩიოს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ძალა ანახოს ხალხსაც და ქართულ ოცნებას. რატომ ვერ დაარწმუნეთ ამაში სტრატეგია აღმაშენებელი და ლელო ამ დროისთვის? ელენე საუბრობს. ხო, არ ვიცი, ვნახოთ კიდე, ხა ყველას, რა ვიცი, ყველას თავის მე დღეს გუშინაც მე და ელენე ვიყავით კამპანიის ფარგლებში საზოგადოებრივ სხვადასხვა ჯგუფებთან მქონდა შეხვედრა 1 2 3 და ნამდვილად აი მინდა გულახდილად გიპასუხოთ. მსგავსი კითხვა არც დასმულა, ანუ საზოგადოებას სხვა რამ აინტერესებს უბრალოდ. იცით, ვინც არის ამ ბრძოლაში, ამ ბრძოლის ავანგარდში, მათთან ერთად იქნება საზოგადოება და ჩვენც მათთან ერთად ვიქნებით. ეხლა ბუნებრივია, ვიღაცა ყოველთვის იქნება იქ, სადაც უმრავლესობა არის და ვიღაცა იქ არ იქნება, სადაც უმრავლესობა არის. ეხლა ჩვენ ამას ამ ქვეყნის ბედს ვერ გადავაყოლეთ. მე უბრალოდ გულისწყრებით აღვნიშნავ, იმიტომ რომ ვიცი რა თითოეული ადამიანის განვლილი ცხოვრების შესახებ ბევრი რამ, ხო? და ზუსტად ვიცი, რას გულისხმობთ თქვენს ეთერში, რომ მოდის 1 2 ან 3 ცალკე აღებული სხვა პოლიტიკოსები, ზუსტად გძნობ ვინ არის გულწრფელი და ვინ არ არის გულწრფელი. აი ელენემ არაჩვეულებრივად ახსენა ხა, ყველა პარტიას აქვს თავისი პროპორციული სია, ანუ ყველა პარტია მარტივად ვთქვათ ასპარეზობს. გაერთიანება არ მომხდარა, ხო ხნო? ანუ ნებისმიერი ამორჩეველი არჩევნებზე 2 ოქტომბერს რომ მივა, არჩევანს გააკეთებს იმის შესაბამისად, რა და ვინ სურს რომ იქნეს არჩეული და იმ სიას დაუჭერს ხარს. აქ საუბარი არის, უბრალოდ სხვანაირად რახან მერობის კანდიდატი განსხვავებული საარჩევნო სუბიექტი არის, იქ მოგვიწია ჩვენ შეთანხმება და არ იყო ეს მარტივი გზა, რომელიც გავიარეთ და ელენე ხუშტარიას ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ეს საერთოდ შედგა? ეს ერთობა ამ სახით რა სახით გვაუძნეს შედგა. ამიტომ ეხლა იცით რა, ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტია მერობის კანდიდატს თუ დააყენებს, მე ვფიქრობ საზოგადოება წამოაყენებს, მოდი ასე ვთქვა, ხო? საზოგადოება ამას შეაფასებს ობიექტურად. ეს ხო ნათელი იქნება რა იქნება ნათელი იქნება, რომ ეს ადამიანები ცალკე დადგეს არ იბრძვის გამარჯვებისთვის. პირდაპირ გეუბნებით, ეხლა სტრატეგია არა, გამარჯვებისთვის შანსი ხო გვაქვს, სტრატეგია აღმაშენებელმა ეხლა კანდიდატურა მერობის
თანამდებობის დასაკავებლად რომ წამოაყენოს, ხო ნათელი იქნება რომ ის ვერ იქნება ჩვენი კონკურენტი. ის ის არ იქნება. არა, ის არ იქნება, ნუ ახლა 2%-ისთვის ბრძოლაში უნდა შევიდეს, ხო? 2%-ის 2% ნახევრის ბრძოლაში ეს ჩვენ ხელს ვერ შეგვიშლის. ნამდვილად ვერ შეგვიშლის თავარი მიზნის მისაღწევ გზაზე ამაყად ვიაროთ ქართულ ხალხთან ერთად. გულახდილი ვარ ამ პასუხისმგებლობას აქცენტ. თუ კი რამეზე დავდობ, არ ვიცი ხე შეიძლება მაყურებელმა იფიქროს რატო ეს ადამიანი ესე ალტრუისტულად დარდო, ანუ ის ადამიანები, ის ჯგუფები დაზიანდებიან, ვინც ამ საერთო ოპოზიციურ მოძრაობას არ შეუერთდებიან ამ სახით, რა სახითაც ჩვენ გავერთიანდით, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას, არამედ ეს იქნება დასაწყისი კანონიერად ხელისუფლების ცვლილებების. აი, კითხვა მაქვს. აი, ეს არჩევნებია, ეს არ არის ჩვეულებრივი თვითმმართველობის. თქვენ ამბობთ, რომ მთავარი არხის ეთერში თქვით გუშინ იყურეთ, რომ წახვალთ პარტიული თანამდებობებიდან, თუ გახდებით არჩეული მერი? მე შინაგანად ვარ დარწმუნებული, მიფიქრე ამაზე ბევრჯერ, ხშირად და თუ შენ მართლა გააქვს ამბიცია რომ იყო ყველა თბილისელის მერი და ყველა თბილისელმა მაქსიმალურად შენ აღიქვას როგორც მისი მერი, ჩემის აზრით არის ძალიან მძიმე შეცდომა, როდესაც პარტიის მithumeteze სხვილი პარტიის თავმჯდომარეც ხარ და ამავე დროს არჩეულ დედაქალაქის მერი, იმიტომ რომ ეს ერთი მხრივ არასოდეს იქნება გაგებული ბევრის მიერ და მეორე მხრივ ხელში შემიშლის ვიყო ისეთი მერი, რომელიც მინდა რომ ვიყო, როგორც მე მინდა რომ ვიყო. კი ბატონო. და ხელს არ შეგიშლით თავარი მიზნისთვის, ბატონიკა, ვადამდელი ახსენეთ თქვენ და ვადამდელი რეფერენდუმია. პარტიული მაღალი თანამდებობები, როდესაც შენ ხარ მილიონნახევრიანი ქალაქის მერი, გონია რომ არ უნდა. კი ბატონო, მაგრამ თქვენ ხომ ამბობთ რომ თავარი რეფერენდუმისთვის ვადამდელი არჩევნები, ვადამდელ არჩევნებში ნიკამელია პარტიულ თანამდებობაზე აღარ იქნება? არა, ხომ არა, ეს ხო ხელს არ შემიშლის, ვიყო იმ ბრძოლაში ან იმ ბრძოლის რიგითი ნაციონალური მოძრაობის წევრი? თუ მაინც პარტიული ნიშნით იბრძოლებ, რა მნიშვნელობა აქვს იქ თანამდებობა გექნება თუ არა? 2014 წლიდან ვარ პოლიტიკაში და მე ვფიქრობ მეტნაკლებად ეხა ყოველთვის აქტიურობით გამოვირჩევდი და ეხა პარტიის თავმჯდომარე ვარ ამ წლის იანვრის თვიდან და მანამდე ამას არ შეუშლია ჩემთვის ხელი რომ ყოფილიყავი აქტიური. უბრალოდ შეუძლებელია ეს რისგან გათავისუფლებს ნიკა პარტიული ვალდებულებისგან ქალაქის მთავრობის წევრებთან და საღამოს 7 საათზე კონდეს პარტიული თათბირი. ეს გინდა არ გინდა შეშეცდომებს დაგაშვებინებს და მე გუშინ და დღესაც გავიმეორებ ადამიანი გიგი გუგლოვ რომელსაც ძალიან ბევრი გააკეთა ამ ქალაქისთვის, მაგრამ თავადვე აღიარებს რომ შეცდომების ყალდაკვალ გააკეთა ბევრი საქმე, ხო? და გვახსოვს როგორი იყო დედაქალაქი 2003 წელს და როგორი გახდა 2012 წლისთვის, ხო? ინფრასტრუქტურულად და არა მხოლოდ. მე დარწმუნებული ვარ, რომ გიგის ვარ ქონოდა ეს პარტიული სიმძიმე, ანუ პარტიული თანამდებობის ესეთ ტვირთი, ბევრი რამ შეცდომის თვალსაზრისით რაც მან დაუშვა, არ დაუშვებდა. იმიტომ რომ გინდა არ გინდა მაწუხებში ექცევი პარტიული ცხოვრების. და ამისგან მინდა გათავისუფლება ბუნებრივი მესმის ადგილს ვის უტოვებთ ნიკა პარტიაში ლიდერის პოზიცია არც ისე მარტივი ასათვისებელი ამბავია, ულიდეროდ ტოვებთ ადგილზე? ეხლა როგორც იყო არჩევნები ჩატარებული ჩვენს პარტიაში, ეხლა მოდით იქამდე ჯერ მივიდით. ხო, ნუ თუ მიხვედით, ადამიანებს აინტერესებს ჩემ რა ხდება ნაციონალურ ერთი რამე მინდა ელენე თუ კი რამეთი გამოვირჩევა და მეც თუ რამეთი გამოვირჩევი, ხო ეს არის ბრძოლის უნარიანობა და რწმენა იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის აზრი აქვს და ეს დაგვიმტკიცებია არაერთხელ სრულიად აი უპერსპექტივო ვითარება, პერსპექტივო ვითარებად გვიქცევია ორივე ზეთა და არ მინდა ეხა თარიღებს შევეხო, როდის იყო ბოლოს მაგალითად მე ვფიქრობ, როდესაც სრული ნიჰილიზმი იყო და როდესაც გულისხმობთ? არა, ყოველთვის დაენ თუნდაც 23 ფევრვარი რაც ქართულმა ოცნებამ გაუკეთა საკუთარ თავს, საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახა რა არის ქართული ოცნება, ხომ? და ეს როგორ იქნა მიღწეული სიმტკიცით ერთობით, იქ არ იყო შტურმი მარტო ნიკა მელიას ასაყვანად, არა? პრინციპულობამ გაიმარჯვა. მე ვფიქრობ, საზოგადოება უახლოეს კვირებში დარწმუნდება, რომ ჩვენ არ ხუმრობთ, დარწმუნდება, რომ ჩვენ რეალურად გამარჯვებისთვის ვიბრძვით ჩვენი შვილების, შვილიშვილების და მათი შვილების, აი ქართული ოცნების შვილების და შვილიშვილების კეთილდღეობისთვისაც. და არ მუშაობს ამ ქვეყანა, არ არსებობს, მოდით თუ შევთანხმდეთ, ამ ქვეყანაში გააქვს დემოკრატიული წესხოვილება, ან გააქვს ოლიგარქიული წესხოვილება. ტყუილია არაგუწფელია როგორც მინიმუმ ყველა ის ადამიანი, ვინც გესაუბრება დემოკრატიულ ფასეულობებზე, ღირებულებებზე და ამავე დროს იცის, რომ ქვეყანაში მართლად ყავს ოლიგარქი.
არ დაგიმალავთ თითოეულ ჩვენს უცხოელ პარტნიორს, მეგობარს, სტრატეგიულ პარტნიორს, ოდესაც ვხვდები, ამას ვეუბნები. და კითხვას ვსვამ. რა წყობა გვაქვს დღეს ჩვენ? შეიძლება ყველა საქმის ყურში არის ზედმეტი და ბევრი რამე არის დამოკიდებული ოპოზიციაზე და რაც შანშან ჩვენ შეცდომების სახით დაუშვით ოპოზიციამ, წელს აღარ ვიმეორებ და უკვე მიხარია. შეცდომების სახით დაუბრუნდები მაგაზე კონკრეტულად რა იყო შეცდომა? ელენე, არ ხუმრობთო და ნამდვილად გამარჯვებისთვის ვიბრძით და ამას დაინახავთო. ისიც თქვა ნიკამ, რომ არჩევნები ოპოზიციას თბილისში არ მოუგია, ყოველ შემთხვევაში რთული ამბავია ეს თქვენ რასაც შეეჭიდეთ. რეალურად მაინტერესებთ 2018 წლის პირველ ტურს თუ არ ჩავთვლით, სადაც ოპოზიციამ გაიმარჯვა. მეორე საპრეზიდენტო არჩევნებს. მეორე 2016 წლის შემდეგ შედეგობრივად ხელისუფლებაზე ჯამურად არასოდეს მოუგია თბილისი ოპოზიციისთვის. ჯამურად გასაგებია. კი ბატონო, გამარჯვებისთვის იბრძვით ელენე. აი ეს მინდა რომ მაყურებელს უთხრათ, რა გაძლევთ ამის გარანტიას, რომ თქვენ დაამარცხებთ კალაძეს, რომელიც პრინციპში საკუთარ პერსონალურ რეიტინგზე თulis ახლა მეორედ კანდიდატის დაყენების შემთხვევაში. რას ფიქრობთ, მისი დამარცხება მარტივი ამბავია? უბრალოდ ამ ქვეყანას სხვა გამოსავალი არ აქვს, თუ არ შევცვალეთ მთლიანად ეს ხელისუფლება და ის რეჟიმი და სისტემა, რომლის ნაწილიც არის კალაძე. ხა კალაძე ხშირად ცდილობს ხოლმე და ამ კამპანიაში ცდილობს, რომ რაღაცა პეპლები, მწვანე, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია ძალიან. სიძულვილი დავამარცხოთო, მაგრამ მეორე დღეს ბანერები იყო. ხო, სავსე ქალაქში სისხლის გუბეები დადგა და კალაძემ თავის პრეზენტაციაზე თქვა, რომ ჟურნალისტების ძალადობაც იგივე ძალადობა არისო, ხო? ამიტომ პირდაპირ ვთქვათ, რომ დღეს არის მორგოშია აბსოლუტურად ყველა, ვიც ამ რეჟიმს ემსახურება. ამიტომ ეს ჩვენ თუ არ გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ცვლილება და უბრალოდ პოლიტიკოსობთ ამ ქვეყანაში, ამისთვის ძალიან მაგრად დავისჯებით, იმიტომ რომ პოლიტიკა არ არის პროფესია, უბრალოდ შეიძლება რომელიღაც ქვეყანაში ესე იყოს, ეს არ არის უბრალოდ ჩვენად საერთოდ დემოკრატიული პროცესი აღარ აქვს ამ ქვეყანაში. სასამართლო არ არსებობს, პროკურატურა არ არსებობს, პოლიცია არ არსებობს, არჩევნები თქვა რომ არ არსებობს. აი ხა ცესკოში რა ხდება? აი ესე ფონად მიდის ცესკოს თავმჯდომარის არჩევნები. ერთი 100 ხმით ვერ გაიყვანეს, მეორე 90 ხმით ვერ გაიყვანეს, რატო? იმიტომ რომ მიდიან იმ წესამდე, რომელიც ჩადებული ქონდათ საარჩევნო რომ გაიყვანონ თავისი კადრი უბრალო უმრავლესობით და იმ მაფიის წევრი, რომელიც აქამდეც აყალბებდა, ისევ დაუბრუნონ იმ სკამს. ანუ ჩვეულებრივად აღებული ვალდებულებების მიუხედავად, სახელმწიფოს მიტაცებით და დაანგრევით არიან დაკავებული. ხო და ამ პირობებში გამარჯვების არა, სწორედ ეს ნაბიჯი, რაც ჩვენ გადავდგით. ეხლა ჩვენ რო კონდეს პარტიული, ვიწრო პარტიული მხოლოდ ინტერესები და პოლიტიკოსობდეთ უბრალოდ, ხო? ნუ ჯერ ერთი რა ვიცი, მე ვიჯდებოდი უკვე პარლამენტში, ხო? მაგრამ გარდა ამისა ნაციონალური მოძრაობა იტყოდა რომ ყველა მაჟორიტარი ჩემია. ვერავინ ვერ შეედავებოდა ამაზე, იმიტომ რომ ყველაზე დიდი პარტია იტყოდა რომ არა, თქვენ გონიათ ამ პარტიებში ხალხი არ არის, ვინც ელოდება, აი ესე პარტიულად რო შეეხოთ, ვინც ელოდება რომ იკენჭი იყაროს, ყველასთვის თუ პოლიტიკოსობთ, საპოლიტიკოსოდ, ყველასთვის არჩევნები არის რაღაცა ტიპის ტრამპლინი და დავკავდებოდით ამით. ან ჩვენ რაღაცა დავაყენებდი მე ცალკე მერობის კანდიდატად სადღა და დავამტკიცებდი რომ ელენე ხოშტარიას შეუძლია კონდეს 2+2%, 4 გავიზარდე 2 წელიწადში და მსგავსი რაღაცები, რაც ნორმალურ ქვეყანაში შეიძლება იყოს პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი, მაგრამ ამ მომენტში ეს არის ჩემი აზრით ღალატი. ღალატი იმ მოლოდინისა, რაც აქვს ხალხს, რომ სიტუაცია შეეცვალოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ღალატი არა მარტო იმის, რომ აი ოცნებაა გასაშვები. თუ ხალხს არ გაუჩნდა იმედი, რომ ჩვენ მართლაც ვართ იმ თაობის პოლიტიკოსები, იმ პრინციპის პოლიტიკოსები, რომლიცაც შეგვიძლია მთელი ეს ინტელექტუალური რესურსი გავაერთიანოთ. ამ გაერთიანებაში ეს იდეა წოდებს, რომ გაერთიანდეს ის პოზიტივი, რაც ამ ქვეყანაში არის და ვთქვათ, რომ გრევით არ ვაპირებთ, არ გვინდა გრევა. არ არიან ჩვენი მტრები, აი ნიკა ხშირად ლაპარაკობს და სწორია, რომ კალაძის და ნიკას შვილმა ერთ სკოლაში უნდა ისწავლონ. ჩვენმა შვილებმა ერთ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ და ის ვინც დღეს გონია, რომ არ ვიცი მე რაღაცა ჯოხით გამოეკიდება მეორეს, იმას ის ჯოხი უნდა გამოვართვათ და დავასაქმოთ. ნუ ვინ ჯოხს იქნებს სამწუხაროდ დასაჯელია, მაგრამ პრინციპულად ამ სახელმწიფოში ეს უნდა მოგდეს, რომ არა შვილო, არ გჭირდება ამ ჯოხის ქნება იმისთვის, რომ რეალიზდე. ჩვენ გვინდა რომ შენ სამსახური შემოგთავაზოთ, განათლება შემოგთავაზოთ, ნორმალური პირობები შემოგთავაზოთ. აი ეს განცდა თუ არ გაუჩნდა მოსახლეობას, რომ აი ეს გუნდი, რომელსაც შეძლეს გადადეს ეგოიზმი გვერდზე, რომელსაც აქვთ ხედვა, რომელსაც არ დაეზარათ და აი ამან დათმო მაჟორიტარები, ამან დათმო რაღაც
რაღაცა. მოვიდა ლელო რაღაცა თავის ფინანსური ცოდნა რაც აქვს, ის შემოიტანა. არ ვიცი, ვაშაძემ ბლოკჩეინი შემოიტანა, ვისაც აქვს ბოლო ბლოკჩეინი. აი ხა სიმართლე რო გითხრათ, ჩვენ უნდა მართლა ბოლომდე გამარჯვების ამ ბრძოლაში ვიყოთ და ყველას ვისაც მართლა უნდა რომ ამ ქვეყანას რაღაც ყველა სივრცე უნდა იყოს. ეს არ არის ჩემი და ნიკას კამპანია. ეს არის სივრცე, აი გიორგი ნონიაშვილი მაგალითად ხო ევროპულმა საქართველოს წამოაყენა ახალგაზრდა პრინციპული სუფთა კორუფციაზე გაწაფული კორუფციასთან ბრძოლაზე მართლა ყველა სიტყვას რომელსაც ამბობ ენდობი. ესეთი უნდა იყოს ძალიან ბევრი. ჩვენ წარვადგენთ ჭრილოვან კაბინეტსაც წარვადგენთ. ხო, ეს საინტერესო ამბავია. ნახეთ, ამომრჩეველს მესმის, მაგრამ ამომრჩეველს მაინც ჭირდება ნახოს, აი რა არის ეს ჭრილოვანი კაბინეტი. ძალიან მარტივად რა. პროპორციები იცით თუ ადამიანები უკვე. ჩვენ ორი მთავარი ღონისძიება, ბევრი ღონისძიება, ორი მთავარი ღონისძიება. ერთი სადაც წარდგებით ჭრილოვანი კაბინეტით, ანუ საზოგადოებამ, რომელიც არის მრავალფეროვანი, თბილისის განმავლობაში ვერ არის, რა თქმა უნდა, სხვადასხვანაირი ადამიანები ცხოვრობენ, სხვადასხვანაირი მისწრაფებების, გემოვნების, მათ შორის პოლიტიკური გემოვნების და ჩვენ წარვადგენთ მთავრობის ჭრილოვან კაბინეტს, სადაც ქალაქის მთავრობაზე არ არის საუბარი? ქალაქის მთავრობაზეა საუბარი? საუბრობდია, რა თქმა უნდა. ვინ იქნება ვიცე-მერი, ვინ იქნება წაკեղებული რამდენიმე მერის მოადგილე და მნიშვნელოვანი სამსახურის ხელმძღვანელები. საზოგადოება უნდა დავარწმუნოთ და ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ ყველა ის საზოგადოებრივი გემოვნება გვაქვს მოხიკული თუ შეიძლება აქ და აი ამ ჯგუფში ჩატეული. ანუ საზოგადოება ეს არის მინიმოდელი ვადამდელი შემთხვევაში კომპილაცია ყველა იმ ადამიანების ასე წარმომადგენლებით რომელსაც მე ყოველდღიურად ვაწყდები სამსახურში, სამეზობლოში, ასე ვთქვათ, უბრალოდ ქუჩაში, სხვადასხვანაირები ვართ, ხო? ჩვენი ამოცანაც ეს არის და მივახცევთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს გეგმა. აქ არ არის მარტო ელენე ხოშტარია და ნიკა მელია და ზურა გიჩი ჯაფარიძე და ევროპული საქართველოს და კიდევ ბევრი ხა არ მინდა ჩამოვთვალო, ხო? დათო ჭიჭინაძეა და პატარა დათო ჭიჭინაძეც მომცრო პარტიები, რა თქმა უნდა, ხარს გვიჭერენ და ბევრი მათგანი თავის განცხადებას მე ამას წინ მონოს გავსო გააკეთებს. აი ამაზე ჩვენ შევძლებთ. უნიკალური არის ნამდვილად. ეს არის მინიმოდელი ვადამდელი შემთხვევაში. თქვენ ამით ეუბნებით ამომრჩეველს, რომ ჩვენ შევხვდებით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზეც შევძლებთ მთავრობის დაკომპლექტებას? იმიტომ რომ რეალურად საუბრად რო აღარ დარჩეს და არის ხო საკითხები რომელთა საუბარი უკვე პოლიტიკოსებსაც ერიდება, იმიტომ რომ ვერაცოდეს ხორცი ვერ შევასხით. არათუ ხორცი არ შევასხით, აი ხელის გულზე უდეთ საზოგადოებას. ეს ერთი ამბავი, კი ბატონო, მეორე და მეორე იქნება მაჟორიტარულ ოლქებში პრეზენტაციები და წარდგენები მაჟორიტარი კანდიდატების, რომლებიც იქნებიან დაკომპლექტებული სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მიერ და მხრიდან გარდა ნაციონალურ მოძრაობისა. ნაციონალურ მოძრაობამ რა თქვა? თბილისში არც ერთი ოლქი, კი ბატონო. და ამით ჩვენ რეალურად რა განაცხადი გავაკეთეთ? არ იყო ეს ადვილი გადაწყვეტილება. ხო, მახსოვს თქვენი წინა ბრიფინგი საპარლამენტო არჩევნების წინ. ხო, და რთული იყო, რთული მოლაპარაკების შედეგი იყო. ცხოვრების გაგრძელება იმ პარტიაში სადაც ეს განცხადება გავაკეთე, იმიტომ რომ უმრავლესობა არ იყო ამის მომხრე და მათ ჰქონდა თავიანთი არგუმენტები და პატარა ჯგუფმა ეს ტვირთი ჩვენ ავიღეთ ჩვენ თავზე და ბრიფინგი ჩავატარეთ. დიახაც და ვფიქრობ რომ არც შემწდარ ვარ და ყველა ოლქებში რომ მოხდარიყო შეთანხმება უკეთესი იქნებოდა უბრალოდ როდესაც თანხმდები შენ საერთო მაჟორიტარული კანდიდატების სასარგებლოდ დათმო ოლქი აქ მნიშვნელოვანია რომ კანდიდატიც ძლიერი იყოს იმიტომ რომ თავისთავად იდეა ფიქსი არ არის რომ უბრალოდ გამოიწიო შენ ოლქიდან და ნებისმიერმა პარტიამ დააყენოს კანდიდატი მესმის მომგები კანდიდატი უნდა იყოს გონია რომ ახლა ჩვენ საზოგადოება დავარწმუნეთ უკვე საწყის ეტაპზე, რომ ჩვენ გვაქვს უნარი თანამშრომლობისა და ერთსულოვნება მრავალფეროვან საზოგადოებაში არის შესაძლებელი. იცით რა არის, აი როდესაც მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და სხვადასხვა კიდევ თანამდებობის პირები არიან განსხვავებული ადამიანები, ისინი უნდა თუ არ უნდა ერთმანეთს აბალანსებენ და შეცდომების დაშვების ალბათობა მცირდება. პლუს საზოგადოებაში ცხოვრებაც სხვა ტემპს იღებს, იცით? როდესაც ვიღაცა ყველაზე ცუდ მძიმე მაგალითს მოგივათ, ვიღაცა კანონდამღვევებით თუ სამართალდამცველი გაბედავს და იარაღს ჩაუდებს საქართველოს მოქალაქის და რასიზმს მერი. რასიზმს და ტრიბუნა აქვს, მერს და ტრიბუნა აქვს, საკრებულოს თავმჯდომარეს და ვინ უგზავნოს დედაქალაქის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს ატის და გამოისაჯულოს მოქალაქის. რა არ შეუძლია ხა კახიკალაძე რამდენი შემთხვევები ყოფილა, როდესაც მოქალაქე უსამართლოდ არის დაჩაგრული და ელოდება
ასე ვთქვათ, солиდარობას და კახი კალაძე როგორც სამწუხაროდ კალაძემ ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებზე პირიქით ჩაადებინა არჩეული მერი, როდესაც გესარჩლებათ თქვენ, როგორც არ ვიცი, ხო, აზისუბანში მეორე მიკრორაიონში მცხოვრებ ადამიანს ნებისმიერს, ხო? დედაქალაქის მერის გამოხმაურება, რა თქმა უნდა, არის ყოველთვის და იქნება რეზონანსული, არ ამგონია რომელიღაცა შინაგან საქმეთა მინისტრი თვლიდეს, რომ მისთვის კომფორტული იქნება ვითარება, როდესაც დედაქალაქის მერი მაღალი ტრიბუნიდან იცავს დაჩაგრულ მოქალაქეს. ყველაფერს თავი დავანებოთ, აი ისეთი ელემენტები დგება წესრიგში და სისტემაში მოდის მართლწესრიგიც კი, როდესაც ბალანსი არის თუნდაც თვითმმართველობის დონეზე, რომელზეც ჩვენ შეიძლება არც გვიფიქრია და ამიტომ საკვები მივეცი მე ხა საზოგადოებას. აი ელენე ხოშტარი არის, მე დარწმუნებული ერთ რაღაცაში ვარ კაფი. ელენე ხოშტარი აუცილებლად გახდება საკრებულოს თავმჯდომარე. შეუძლებელია არ გახდეს. ეჭვი არ მეპარება ამაში. როდესაც ელენე ხოშტარია გვერდით დაუდგება, თუნდაც სანამ ქართული ოცნება არის ცენტრალურ ხელისუფლებაში, დაუდგება შინაგან საქმეთა სამინისტროზე მიერ დაჩაგრულ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკან დაიხევს. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტული პირები ძალიან კარგად იცნობენ ელენეს აქციებიდან გამომდინარე. გოგა მემანიშვილი დააწინა ურესხოთ შორის რამდენიმე დღის წინ. რა სიგნალი იყო ეს თქვენთვის? ვიცე მოადგილეა ვაჟა სირაძის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილეა. ელენეს პირადად სახეზე და ძალიან კარგად იცნობს და ეს იყო სიგნალი ქართული ოცნებიდან ერთგვარად, ხო? აი როგორი წინასაარჩევნო კამპანია გექნება? მეგიმება, აი თუ ჩვენი რაიმე პლუსი არის და კაპიტალი დაგვიროდა პოლიტიკური ოპოზიციაში ვართ მრავალი წელიწადია განსხვავებით ქართული ოცნების ლიდერებისგან საერთოდ არ ყოფილან არასოდეს პოლიტიკაში ოპოზიცია რა არიან არ იციან ხო 2012 წელს მართალია მე არ ვიყავი ხელისუფლების ნაწილი მაგრამ ვიყავი საჯარო მოხელე რიგ თანამდებობის პირებთან მქონდა შეხება გულახდილად გეუბნებით იმ ადამიანებს მართლა ეგონათ რომ მუდმივად იქნებოდნენ ხელისუფლებაში და 2 ოქტომბერს პირს ვერ აღებდნენ რეალურად დაბნეულები იყვნენ ბრინჯივით იყვნენ დაბნეულები იმიტომ რომ შოკის მომგვრელი იყო მათთვის ის რეალობა რომელშიც გაიგვიძეს 2 ოქტომბერს ეს ასეთ თანამდებობის პირები მე მინახავს არც თუ ძალიან მაღალი თანამდებობის პირები მე ძალოვან უწყებებში რომ მუშაობდი და დღეს როდესაც უყურებ მე ქართული ოცნების თითქმის ხშირ შემთხვევაში იგივე პირებს ან სხვებსაც მეგიმება უბრალოდ რატო გონიათ ამ ადამიანებს რომ ისინი იქნებიან კიდევ მრავალი წელიწადი ვერ იქნებიან ელენეს უნდა შევაფასებინოთ ბოლოს მეღიმებოდაო და თუ ნახეთ კადრი წულუკიანსაც ეღიმებოდა როცა მიკროფონი ხელში ეჭირა სცენაზე და ამბობს რომ აი 3 ოქტომბერს მე დავასრულებ როგორც ოპოზიციას ისევე კრიტიკულ მედიას რომ პრინციპში ეს ღია თქვა აი თქვენ როგორ გონიათ როგორი 3 ოქტომბერი თენდება ამ ქვეყანაში ძალიან საშიში და სამწუხაროა ჩემთვის ძალიან მძიმე საყურებელი არის ის სიძულვილი რომელსაც ასხივებს მოქმედებს თეა წულუკიანი და ეს არის ძალიან საშიში იმიტომ რომ როცა ჩვენ ხარ თანამდებობის პირი და ჟურნალისტს ესე ექცევი და აი ესეთი სიძულვილით ლაპარაკობს ეს მორალურ კატეგორიებში არ ვამბობ ხა ადამიანურად მართლა ძნელი საყურებელია ამ ხელა სიძულვილის ყურება სულ ხო სულ გძნობთ ამ სიძულვილის გარემოში ყოფნა ძალიან ცუდად მოქმედებს ყველაზე მაგრამ გარდა ამისა კონკრეტულად ის ხალხი ვინც თავს ესხმის ქუჩაში მოქალაქეებს და ჟურნალისტებს სიგნალს იღებენ რომ აი თუ ღარიბაშვილი ესე ელაპარაკება წულუკიანი ესე ელაპარაკება დანაშაული შეიძლება ჩაიდინოს და წაართვას მიკროფონი და აი ესე დასცინოს და ამამცირებლად ელაპარაკოს ჟურნალისტს ესე იგი მე შემიძლია მივიდე და ჯოხის ჩავარტყა ხვალ და ეს ხდება ჩვენ თვალწინ და ეს არის სახელმწიფოს მონგრევა იმიტომ რომ უპირველესი ფუნქცია სახელმწიფოსი არის უსაფრთხოება მოქალაქეების აღარაფერს ლაპარაკობ განვითარებაზე სამსახურზე რეალიზებაზე უსაფრთხოება თუ არ არის სახელმწიფო ესე იგი გამოქვაბულში ბრუნდებით უკან და დღეს უსაფრთხოებაც და რატო უსაფრთხოება ვერ იქნება იმიტომ რომ შენ როცა არ გაქვს ხალხის მხარდაჭერა შენ იწყებ ხალხის შეშინებას მემანიშვილი რატო დააწინაურეს იმიტომ რომ მემანიშვილი არის ვალდებული რომ შუშანა მაცაბერიძე გიორგი მუმლაძე ნიკუშა ფარულავა დააპატიმროს მასში როდესაც პარტია ამ დავალებას მისცემს კი ბატონო და ამისთვის ახალისება დიდი მადლობა ქალბატონი წულუკიანი მახსენებს აი იმ ქალბატონებს რომლებიც 90-იან წლებში ძალიან მძიმე როლს ასრულებდნენ ხოლმე აი საძმოების ფარგლებში. მე მახსოვს, ძალიან მძიმე წლები იყო 90-იან წლები და იყო სხვადასხვა უბნებში სხვადასხვა საძმოები და თითო საძმოს ყავდა თავისი ქალი წევრი, რომელიც ყველაფერის მკადრებელი იყო და ხშირ შემთხვევაში საფუძველი იყო დაჯგუფების შორის შეტაკებისა, ხო? აი ამ შეგრძნებებს მიღვივებს ეს ქალბატონი, რომელიც პირდაპირ ეთერში უბრალოდ ძალადობს
რა მნიშვნელობა აქვს? აუცილებელია რომ რომელიღაცა ქუჩის ტროტუარზე ჩამომждარი იჯდეს ადამიანი და ისე ჩადიოდეს დანაშაულს სენაკის თეატრში სავარძელში იჯდები და ისე ჩაიდიან დანაშაულს რაც ჩვენ ვიხილეთ თუ უბრალოდ არ ვიცი ლოტკინზე სამე ღამე ჩადიხავთ ძიმე დანაშაულს რა მნიშვნელობა აქვს ახლა რა გაგვიკეთა კულტურის მინისტრმა თქვა რომ ჩვენ ქვეყანაში ვინაიდან ვართ უმრავლესობაში წარმოდგენილი შეგვიძლია ვიძალადოთ და მე გეუბნებითო კულტურის მინისტრი 2012 წელს რომ მოვედი ბიძინა ივანიშვილთან ერთად ხელისუფლებაში და ერთადერთი მინისტრი რომ ვარ შემორჩენილი კაბინეტში უცვლელად იმიტომ რომ ძალიან უყვარო ბიძინა ივანიშვილს იძალადეთ თავში ჩაარტყითო თვალებით ამოთხარეთო თუ გნებავთო დანაც გაუყარეთო ვერავე ვერ შეგეხებათ და ამის დასტურად აგერ განახებთ მე ვძალადობ პოლიცია მოდის და დანაშაულს ვერ აღკვეთავს აი ეს სიგნალი გაუშვა ამიტომ ხა საზოგადოება უნდა გადავწყვიტოთ მოძალადეები რომლებიც მინისტრთა სავალზებში არიან ჩასკუპებულნი ვტოვებთ ამათ ხელისუფლებაში და ვცვლით თუ არა მათ აი ეს დილემა გვაქვს მარტივ გადასაწყვეტად 2 ოქტომბერს არჩევნები ამ ქვეყანაში წინ რთული 2 თვეა დიდი ალბათობით ჩვენ რასაკვირველია მივადევნებთ თვალყურს მოვლენათა განვითარებას მადლობა ჩვენ სტუმრებს